ბზობის დღესასწაულამდე ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველ წელს იწყებს კამპანიას, რომელიც მოგვიწოდებს გაუფრთხილდეთ ბზას, არ მოვჭრათ, არ მოვტეხოთ ტოტები და არ დავაზიანოთ. მედია და შესაბამისად ჩვენც ყოველ წელს ვერთდებით ამ კამპანიას. წელსაც ტრადიციულად კიდევ ერთხელ თამარ ბუბაშვილი შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიპოვოთ ბზა კანონიერად და ასევე იმ სანქციებზეც გვესაუბრება, რომელიც ბზის უკანონო მოპოვება რეალიზაციის შემდეგ დაგვეკისრება. თამარ ბუბაშვილი შემოგვიერთდება ეთერში. თამარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ბზაზე, რა თქმა უნდა ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ყველას გვინდა დღესასწაულზე ახალი ბზა გქონდეს სახლში, თუმცა ამასთანავე იზრდება იმის ალბათობა, რომ ამ სცენარის მოპოვება და რეალიზაცია უკანონოდ მოხდეს. იმასაც გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევაში უკანონო მოპოვება რეალიზაციის შემთხვევაში პირს დაეკისრება ჯარიმა და ასევე შესაძლოა პატიმრობაც კი შეეფარდოს. დეტალებზე ვისაუბრებთ ნათია იორდანიშვილთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ქალბატონო ნათია, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ვიწყებთ საუბარს იმაზე, რომ არ უნდა მოვჭრათ ბზა და რატომ არ უნდა მოვჭრათ, ამაზეც ვსაუბრობთ. თუმცა ახლა კიდევ ერთხელ მოდით ჩვენს მაყურებელს რომ შევახსენოთ და რომ ვისაუბროთ იმაზე, რა შემთხვევაში არის კანონდარღვევა ბზის მოჭრა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და უნდა დავიწყო მადლობის გადახდით, რადგან თქვენც ახსენეთ და ჩვენ წლების განმავლობაში თქვენი მეშვეობით საუბრობთ ამაზე და შევახსენებთ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით და უნდა ვთქვათ, რომ შედეგი ნამდვილად გამოიღო, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა დღეს, ვიდრე შეიძლება წლების წინ ყოფილიყო, შემთხვევათა რაოდენობის თვალსაზრისით საზოგადოებას უფრო სიფრთხილით ეკიდება ამ ყველაფერს და ცდილობს, რომ ან სანერგეში გამოყვანილი ბზა შეიძინოს, ან ქოთნის ბზა შეიძინოს და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის დასაშვები. ტყეში კოლხური ბზის ნებისმიერი სახით მოპოვება აკრძალული გახლავთ, რადგან ის წითელი ნუსხით დაცული სახეობა, როგორც თქვენ ბრძანეთ ამასთან დაკავშირებით, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ამიტომ კვლავ მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ მხოლოდ სანერგეში გამოყვანილი ბზით შეხვდნენ დღესასწაულს, ან შეიძლება თავად ეზოშიც კი ან აივანზე გქონდეთ ქოთანში არსებული ბზა და მისგან აღებული ტოტით ეწვიონ ტაძრებს. ანუ თქვენ თქვით, რომ ეს ბუნებაში, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს ბზა, ეს ბზა მისი მოპოვება იქნება კანონდარღვევა, იმიტომ რომ როგორც ვიცი და თუ სწორად ვიცი, ჩვენთან, ანუ ველურ სამყაროში, გარემოში მხოლოდ კოლხური ბზა გვხვდება და თქვათ სხვა სახის ბზა არ არის. დიახ, სწორედ ასეა, ტყეში ბზა, რაც გვაქვს, ეს გახლავთ კოლხური ბზა, რომელიც გახლავთ წითელი ნუსხით დაცული სახეობა და მისი მოპოვება, ტოტების მოჭრა, განადგურება, ამოძირკვა გახლავთ კანონით აკრძალული. ეს ეხება ყველა შემთხვევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვთქვათ, მე მინდა რომ უბრალოდ სახლში წავიღო ეს ბზა, ამ შემთხვევაშიც კანონდარღვევა და განსაკუთრებით თუ ვთქვათ რეალიზაცია, ანუ გაყიდვა მინდა ამ ბზის, მოდით ამ ადამიანებს ვუთხრათ კიდევ ერთხელ, ვისაც ვთქვათ რეალიზაცია უნდა ბზის, მათ რა საბუთები უნდა გქონდეთ, რომ კანონდარღვევად არ ჩაეთვალოთ ეს მცენარის გაყიდვა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში და ზოგადად დეკორატიული თვალსაზრისითაც ბზის ბევრი სახეობა გვხვდება და გამწვანებაში, ეზოში თუ სანერგებში ფართოდ ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, ხომ? შესაძლებელია ასეთი მცენარეების ტრანსპორტირებაც და რეალიზებაც, თუმცა რეალიზატორს უნდა ჰქონდეს აუცილებლად ეგრეთ წოდებული ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ ხოლმე და ის ადასტურებს, რომ ეს კერძო ნაკვეთში, კერძო ეზოში ან სანერგეში გამოყვანილი მცენარე ან მისი ნაწილია. ჩვენ დასაწყისშივე ვთქვით, რომ არის როგორც ჯარიმა, ფულადი ჯარიმა, ასევე პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს პირს და ასევე პარლამენტი ეხლა მიმდინარეობს პარლამენტში განხილვა ამ საკითხის და შესაძლოა გამკაცდეს კიდევაც აი ეს სანქციები და პატიმრობა. მოდით ვთქვათ, დღეს რა კანონი მოქმედებს, ანუ რა რაოდენობა ჯარიმა რამდენი არის პატიმრობა და გამკაცრების შემთხვევაში როგორ გამკაცრდება ეს სანქციები. დიახ, დღეს ორ ნაწილად იყოფა, გახლავთ ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც 500-დან 1000 ლარამდეა და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური მეთოდოლოგიით ხდება გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება, თუ ეს თანხა არის 1000 ლარი და მეტი, აქ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს 1000 ლარი გარემოზე მიყენებული ზიანი ძალიან მცირე მოცულობის შემთხვევაშიც კი შეიძლება დადგეს, არავის ეგონოს, რომ ეს რაღაცა დიდ მოცულობებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით წითელი
წითელი ნუსხით დაცულ სახეობასთან მიმართებაში. რაც შეეხება გამკაცრებას, მკაცრდება იმ ხრივაც, რომ თუ მოცულობითი გარემოზე მიყენებული ზიანი უკვე 3000 ლარი და მეტია, ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლის ნაცვლად გახლავთ 3-დან 5 წლამდე და ამას ემატება ფულადი ჯარიმაც. ანუ თუ აქამდე გახდათ როგორც პატიმრობა სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაში და ასევე ცალკე ადმინისტრაციული ჯარიმა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში ეს გახლავთ ორივე როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ფულადი ჯარიმა. ჩვენ ვახსენეთ კოლხური ბზა, რომელიც ხვდება საქართველოში გარემოში და წითელი ნუსხით არის დაცული, ხო? გარკვეული წლების წინ მას სერიოზული პრობლემა ჰქონდა, გარკვეული მწერი შეესია, მავნებელი შეესია და დიდი ნაწილი განადგურდა. აი დღეს რა მდგომარეობაა აი ამ კოლხურ ბზასთან დაკავშირებით? დიახ, ძალზე სამწუხაროდ, სადღაც 10 წლის ჯერ დაავადება და შემდეგ უკვე მავნემწერმა გაანადგურა და გაახმო ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით აჭარაში, გურიაში, სამეგრელოზე, სვანეთში კოლხური ბზის ბუნებრივი კორომები. ჩვენ რამდენიმე წელი ვახორციელებდით როგორც ბიოლოგიური საშუალებებით წამლობას, ისე სხვადასხვა მავნებელთა ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებსაც ვიყენებდით. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მდგომარეობა კონტროლის ქვეშ არის, ისეთი მნიშვნელოვანი ზიანი, რაც წლების წინ დადგა, როგორც დაავადების, ისე მავნებლის თვალსაზრისით დღეს არ არის, თუმცა რა თქმა უნდა რჩება სპეციალისტების მონიტორინგის ქვეშ. აუცილებლად ისიც უნდა თქვა დავახსენეთ ჩვენ, რომ ბზა შეგვიძლია გქონდეს ქოთანში, ხო? მე მაგალითად პირადად უკვე რამდენიმე წელია, 5-6 წელია, ორ ქოთანში გვაქვს სახლში ბზა და მართალია სწრაფად არ იზრდება, თუმცა ძალიან კარგად გამოიყურება და კარგ მდგომარეობაში და ზამთარ ზაფხულ არის ჩვენს აივანს ამშვენებს. მოდით რჩევაც რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს, აი ქოთანში ვისაც აქვს ეს ბზა, ან უნდა შეძენა, როგორ უნდა მოვუაროთ. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ბზა ნელა იზრდება და შეიძლება შედეგი ესე უცებ ერთ წელიწადში თვალსაჩინო არ იყოს, საკმაოდ მარტივია მისი გახარება და მოვლის წესებით საკმაოდ მარტივი აქვს. გასახარებლად შეგვიძლია ჩვენ თუნდაც ნაყიდი ტოტისგან აღებული კალამი გამოვიყენოთ, დავაფესვიანოთ გრუნტში და შემდეგ გადავიტანოთ უკვე ღია გრუნტში. რაც შეეხება მოვლის წესებს, მთავარი რაც არის, რომ ბზის პირდაპირ სხივებს მეტნაკლებად უნდა მოვარიდოთ და მაინც და მაინც უხვირწყვაც არ სჭირდება, როგორც თქვა, ქოთნის სხვა მცენარეებს. და გადარგვა როდი შეგვიძლია ვისაც ეზო აქვს მაგალითად. ზოგადად საუკეთესო პერიოდია ნებისმიერი სახის მცენარისთვის გადასარგველად გაზაფხული და გვიანი შემოდგომა, თუმცა აქაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მეტნაკლებად ვეცადოთ მცენარე თავისივე მიწით გადავიტანოთ ღია გრუნტში იქნება ეზოში თუ სხვა ქოთანში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნათია იორდანიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბზის მოჭრა ველურ ბუნებაში ეს არის დასჯადი და თქვენ შესაძლოა როგორც ფულადი საანქცია დაგეკისროთ, ასევე პატიმრობაც კი შეგეფართოთ. ამის გარდა აუცილებელია რომ თავად ბუნებასაც გავუფრთხილდეთ და იმ კოლხურ ბზას, რომელიც წითელ ნუსხაშია და გადაშენების პირას არის, ნუ მოჭრით ბზას, კიდევ ერთხელ შეუერთდეთ ამ კამპანიას. მე კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ არ მოვჭრით ბზას, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგია რომ წლების განმავლობაში ეს კამპანია არის აქტუალური, ერთის მხრივ, მაგრამ ცუდია რომ ამ კამპანიას ისევ ჭირდება ხელახლა ხო განახლება და ისევ განხორციელება, მე მგონია რომ არ დარჩა ჩვენ ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ აცნობიერებს თუ რამხელა ზარალი შეიძლება მივაყენოთ აი ამ ცუდი ქმედებით ჩვენს ბუნებას, ამიტომ კარგია რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობაც არის გათვალისწინებული, როდესაც არის სანქციებთან დაკავშირებით საუბარი. მოკლედ ჩვენ არ მოვჭრით და თქვენც მოგიწოდებთ რომ ნუ მოჭრით. ერთად შევუერთდეთ ამ კამპანიას და აქვე მადლობა თამარ ბუბაშვილს